მოგესალმებით, Business Insider-ი ტრადიციულად 4 შაბათს თავარი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ ბრუნდება რადიო სივრცის ეთერში და ასევე ტრადიციულად ვიდრე წარმოგიდგენდეთ ჩვენს მთავარ სტუმარს, ბანამდე ბუნებრივია გავაკეთოთ გარკვეული ტიპის მიმოხილვა ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების, მოკლედ ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ 1000 რამეზე შეიძლებოდა ბუნებრივია ლაპარაკი, ძალიან ბევრ თემაზე შეიძლებოდა გვესაუბრა, თუმცა როგორც ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე საქართველოში გარკვეული ტიპის საკითხზე, გარკვეული ტიპის საკითხებზე, რომლებიც ასე ვთქვათ, როგორ უკეთ გამოვიყენოთ იმის შესახებ უნდა ვსჯელობდეთ, მიდის ხოლმე საუბარი როგორ არ უნდა გაკეთდეს. კერძოდ საუბრობ იგლხილსის 6.5 მილიარდიან ინვესტიციაზე. კიდევ ერთხელ გვიწევს ამ თემაზე საუბარი, ალბათ როგორც ვატყობთ, კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ამ საკითხების ახსნა და გაშლა, საკითხების, რომელიც ერთი შეხედვით არის ძალიან მარტივი, ერთი შეხედვით ჩვენ ახლა უნდა ვსჯელობდეთ ეკონომიკურ პარამეტრებზე, ჩვენ ახლა დისკუსია უნდა გქონდეს როგორ მეტი სარგებელი მივიღოთ ამ პროექტიდან. აი ეს უნდა იყოს ახლა ჩვენი მსჯელობა და შევხედოთ რეალობას, ანუ რაზე ვმსჯელობთ, რომ კარგია თუ არა პროექტი, ანუ შემოუშვათ თუ არა ინვესტორი ქვეყანაში. აი წარმოვიდგინეთ, აი ამ თემაზე ვსჯელობთ, აი სერიოზულად ვსჯელობთ აი ამ თემაზე, ასე ვთქვათ, რომ ინვესტორი შემოუშვათ თუ არა ქვეყანაში. რეალობას რომ შევხედოთ, აი ამ თემაზე მიდის მსჯელობა, როცა კიდევ ერთხელ ნორმალურ პირობებში და ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ამ შემთხვევაში, მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს, როგორ მივიღოთ მეტი სარგებელი. ისეთი მსჯელობა უნდა მიდიოდეს, როგორიც ევროკავშირის წევრ ლატვიაში მიდის, როგორ მიიღონ მეტი სარგებელი პროექტიდან. მაგალითად, ისეთი მსჯელობა უნდა მიდიოდეს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანა სერბეთში მიდის, ხო? აი მინიმუმ 2 ქვეყნის დასახელება შემიძლია ამ შემთხვევაში აღარ წავალ დანარჩენ პროექტებში, ამ შემთხვევაში 6 ქვეყანაში, 7 ქვეყანაში მეტი პროექტი აქვს, ასე ვთქვათ, 6-7 ქვეყანაზე მეტი ევროკავშირის და ევროპის კონტინენტზე არსებულ ქვეყნებში, აი ამდენ ქვეყანაში აქვს სხვა ტიპის პროექტი, ზოგან მსხვილი, ზოგან მცირე იგლხილს, მათ შორის იყო იქ შედარებით მცირე პროექტები, მაგრამ მაინც მიუნხენში, იტალიაში, ვენეციაში, მოკლედ და აი ამ სარგებლის თემაზე მსჯელობის ნაცვლად სად გადავდივართ და რა თემებზე ვსაუბრობთ, ხომ? ანუ ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა და ამ დროს ჩვენ მოახერხეთ და შემოვიტანეთ მსჯელობაში ძალიან ფართოდ თან შოვინისტური ელემენტები და რაღაცა წავედით რაღაცა რელიგიურ ერთა შორის, ასე ვთქვათ, შუღლის თემაზე, რომელსაც ბუნებაში არ აქვს არანაირი საფუძველი და კიდევ ერთხელ სრულიად მივიწყებული გვაქვს ის ეკონომიკური სიკეთეები, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ახლავს თან. ნუ აი ჯერ უბრალოდ აი მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ რაზეც ამ შემთხვევაში მსჯელობ და რა სარგებელიც შეიძლება იყოს, ხომ? კიდევ ერთხელ მე ძალიან ყურადღებით ვეცნობოდი ბოლო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოს ოფიციალური პირების განცხადებებს, იყო პრემიერის განცხადება, ძალიან დეტალური იყო საქართველოს ეკონომიკის სამართლიანი განვითარების მინისტრის დამატებითი განმარტებები და კომენტარები ამ პროექტთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც დაისვა, ძალიან ამომწურავად გაეცა პასუხი, როცა საუბარია ეკონომიკურ პარამეტრებზე, კიდევ ერთხელ. ხომ, ეკონომიკის სამართლიანი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ გაუწია არანაირი გარანტია, სახელმწიფოს არ აუღია არანაირი ფინანსური ვალდებულება, სახელმწიფოს მიუხედავად იმისა, რომ ამ მასშტაბის ინვესტორზე იყო საუბარი, არ მიუნიჭებია არანაირი პრივილეგია ინვესტორისთვის და პირიქით აქ საუბარი არის იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო არის თანამონაწილე კომპანიის 33.33 სხვანაირად რო ვთქვათ, პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად რომ დავაკონკრეტოთ ეს ციფრი და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის თანამესაკუთრე მიწის
სახელმწიფო არის ამ კომპანიის თანამესაკუთრე, რაც კიდევ ერთხელ მარტივად ნიშნავს იმას, რომ მთელი პროექტის ოპერირების განმავლობაში მოგება, შემოსავალი, რომელსაც მიიღებს პროექტი, მიემართება შესაბამისი პროპორციით სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც ბუნებრივია ნიშნავს დაუყოვნებლივ ამ სიკეთების გავრცელებას საქართველოს მოქალაქეებს. ამავდროულად საუბარი შეეხებოდა 30,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს, ხომ? რომ წარმოვიდგინოთ აი ხა დღევანდელი უმუშევრობის ციფრი ჩვენ რაც გვაქვს, ანუ სამუშაო ძალიდან გამომდინარე, აი ამას რომ მხოლოდ 30,000 სამუშაო ადგილი გამოვაკლოთ პირობითად, მხოლოდ ამ პროექტთან დაკავშირებული კიდევ ერთხელ და არა თამდევ პროექტებთან დაკავშირებული, ჩვენ დაახლოებით არსებული ციფრის 64%-იან შემცირებას, ანუ არსებული უმუშევრობის დაფიქსირებული ციფრის 64%-იან შემცირებაზე ვლაპარაკობთ 30,000-ის შემთხვევაში. აქ ლაპარაკია თამდევი პროექტების განვითარებას, თამდევი მცირე საშუალო ბიზნესის განვითარებას, დამატებით პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, თამდევ პროექტებთან დაკავშირებით და საუბარია რომ დამატებით 10 მილიარდის გენერირების საშუალება იქნება ამ შემთხვევაში. ხომ, ანუ ეს უკვე ნიშნავს რომ ბევრად მეც ვიდრე 30,000 სამუშაო ადგილი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანწილად ეს ჩვენ შრომის ბაზარს გაუმჯობესებს და პირიქით, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე ხა რომ ჩვენს ემიგრანტებზე ბუნებრივია და ჩვენ საუბრობთ ხოლმე აი ყოველ ტიპის დასაქმების პრობლემებს. ხო, ხედავთ ასევე და ეხა ამის აღიარება მე მგონი არავისთვის არ არის პრობლემური, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით, ხო? შრომით მიგრაციის მნიშვნელოვან შემცირებას შეუწყობს ხელს ეს პროექტი, ვინაიდან ეს არის საშუალება, ეს პროექტი არის საშუალება სწორედ ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის აქ ჩვენს ქვეყანაში. ეხლა როდესაც საუბარი იყო რომ რაღაცა გარკვეული ტიპის ესეთი რომ აი მოხდება ასე ვთქვათ მხოლოდ უცხოელების მიერ სარგებლის მიღება, აქ რამოდენიმე დეტალი უნდა გამოვყოთ. პირველ რიგში ის რომ Eagle Hills-მა აქამდე ბუნებრივია გარკვეული ტიპის სამუშაო აწარმოა იმისთვის რომ ისე წარმდგარიყო ქართველების საქართველოს მოქალაქეების წინაშე, როგორც უკვე იყო მისი პროექტით, მისი რენდერებით ასე შემდეგ და ამ სამუშაოს შესასრულებლად მათ უკვე ჩართული ყავდათ არა ერთი ქართული კომპანია, ანუ ისინი უკვე თანამშრომლობდნენ ქართულ კომპანიებთან, მათ უკვე დახარჯეს საქართველოს ფული და ეს სარგებელი უკვე ქართულ კომპანიებს მოხმარდათ და აქ დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს მოხმარდათ ბუნებრივია. ანუ ეს პროცესი ამ კუთხით დაწყებულია და კიდევ ერთხელ ჩვენ ამ პროცესის განვითარებაზე და ხელშეწყობაზე უნდა ვიფიქროთ უფრო მეტი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ ხა როცა საუბარია ასევე ესეთ ტიპის განცხადებაზე რომ რაღაცა რომ აი თითქოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები აი არც მინდა შეგნებულად დავასახელო რომელიმე ქვეყანა უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოვლენ და მხოლოდ ისინი შეიძენენ და წალეკავენ აბსოლუტურად არასწორი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში უკანონოდ ვერავინ ვერ შემოვა და ვერავინ ვერ დარჩება. შესაბამისი კანონმდებლობა საქართველოს აქვს საკმაოდ ხისტი უნდა ითქვას და ინვესტიციებს საქართველოში უკანონო ცხოვრებასთან მარტივი ტერმინებით რო ვთქვა, აი ფულის შემოდინებას საქართველოში უკანონო ცხოვრებასთან არანაირი ურთიერთკავშირი არ აქვს. აი ძალიან მარტივი ტერმინებით ვიდა რომ ეს ყველაფერი ავხსნა რომ ეს არის აბსოლუტურად ინვესტიცია, ფულის შემოდინება არის აბსოლუტურად სხვა ნაწილი და საქართველოში თუ ვინმე უკანონო შემოღწევას, უკანონო ცხოვრებას და უკანონო დარჩენას შეეცდება, ეს არის აბსოლუტურად სხვა რეგულირების ნაწილი და აქ კიდევ ერთხელ სახელმწიფოს კანონმდებლობა არის საკმარისზე მეტად ხისტი იმისთვის რომ მსგავსი არაფერი არ მოხდეს. ამიტომ ეს ორი რამის ერთმანეთში აღრევა არის აბსოლუტურად არასწორი და არ შეიძლება აქ რაიმე ტიპის ტოლობის ან მიახლოებითი ტოლობის ნიშანის მაინც დასმა, ხომ ეს ორი სხვადასხვა განზომილება. და როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ ამ შემთხვევაში და დასახელდა ასევე გარკვეული ტიპის ფასები და ადამიანები და ზოგს ტიტრში აწერია ფინანსისტი თუ ეკონომისტი თუ რაღაც. მეგობრებო, არ შეიძლება 6.5 მილიარდი მექანიკურად მხოლოდ ტელეფონის თუ რაღაცის კალკულატორის საშუალებით გაყო იმ დასახელებულ კვადრატულ მეტრ მოცულობის ფართზე და აქედან გამოიყვანო ფასი. ეს დილეტანტობა აღარ ქვია ამას. როდესაც ლაპარაკია ამ მოცულობის პროექტზე, სწორედ საცხოვრებელი ფართების მიღმა
ჩვენ საუბრობთ უამრავ სხვადასხვა ტიპის სიკეთეზე, მათ შორის ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ კომერციულ ფართებზე, ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ სარესტორნო ნაწილზე, ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ სასტუმრო ფართებზე, რომელსაც ბუნებრივია სრულიად სხვა ფასისმიერი კატეგორია აქვს ვიდრე საცხოვრებელ ფართებს. სრულიად განსხვავდება ეს ორი ნაწილი ერთმანეთისგან ამ შემთხვევაში. აქ ლაპარაკია ფართო რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე. აქ ლაპარაკია მარინა იახტ კლუბზე. სრულიად სხვადასხვა რაღაც ნაწილზე ვსაუბრობთ და მექანიკური ციფრების გაყოფა, ვინც ამას ცდილობს რომ შეცდომაში შეგიყვანოთ, არის აბსოლუტურად არასწორი. კიდევ ერთხელ ეს დილეტანტიზმის მიღმა, ეს ყველაფერი დილეტანტიზმის არ არის, აი ამის მიღმა, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი და ვეცნობოდი პატარა ქვეყანაა საქართველო და მით უმეტეს პროფესიაში ჩახედული ადამიანები ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, მეტნაკლებად კარგად მაინც და ვინ არიან ეს ადამიანები. ზირთად შემთხვევაში ჩვენ ვინც ვნახეთ, არიან აი ვისაც ფინანსისტები აწერიათ თუ ეკონომისტები, მაგალითად ადგილობრივი თუ უცხოური ბანკებიდან წარუმატებლობისთვის გამოგდებული ადამიანები. პირდაპირ ვიტყვით, გამოგდებული ადამიანები. სახელმწიფო სტრუქტურებიდან ძალიან ცუდი სახელით წასული ადამიანები სრულიად წარუმატებელ არა კატასტროფულ ბრწყალებში თუ რეფორმა იყო რეფორმებთან ასოცირებული ადამიანები. და ის პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერებიც არიან ესე რომ შეხედო ბიზნესმენები, ესე ამბობენ რომ ბიზნესმენები ვართო და თვითონ ეწინააღმდეგებიან ბიზნეს საქმიანობას. იმიტომ რომ მათ ცხოვრებაში გარდა სახელმწიფო პრივილეგიებით მინიჭებული ბიზნესისა, როგორც კი დამოუკიდებლად მოუწიათ მსხვილი პროექტის განხორციელება, პირდაპირ ვიტყვი, ანაკლიის პროექტს და გვარები თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. სწორედ მაშინ, როცა სახელმწიფო მათ რომ არანაირი პრივილეგია სახელმწიფოსგან არ იქნებოდა, როგორც ისინი მანამდე გამდიდრდნენ, ანუ ეს პრივილეგია არ ექნებოდათ მათ სახელმწიფოსგან, მათ პირველივე ამ ცდელობაზე კრახი განიცადეს, კრახი კიდევ ერთხელ ამ ნაწილში ცუბუქი ნათქვამია. ეს იყო ჩვეულებრივი თაღლითობის ცდელობა და ეს თაღლითობა აღიარებული არა მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ, არამედ ორი ქვეყნის არბიტრაჟის მიერ მინიმუმ. ეს ნაწილი და ეს ადამიანები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებთან თაღლითობაში არიან დადანაშაულებულები, კიდევ ერთხელ არა მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ, დღეს გვესაუბრებიან, რომ თურმე ეს ინვესტიცია რაღაცა არ არის სწორი თუ ასე შემდეგ ასე არგუმენტები კიდევ ერთხელ ფსკერს მიღმა. მოკლედ, რეალობა არის შემდეგი და მარტივი. ეს არის ქართული პროექტი, წმინდა ქართული პროექტი, საქართველოს მთავრობის შესაბამისი 33.3%-იანი მონაწილეობით. შესაბამისად, ამ პროექტიდან სარგებელს მიიღებს სახელმწიფო, ან ინვესტიციის სარგებელს მიიღებს საქართველოს მოქალაქეები და ბუნებრივია, როდესაც საუბარია გარკვეული ტიპის ფასისმიერ კატეგორიებზე, რომ ამას თურმე საქართველოს მოქალაქეები ვერ შეიძენენ, ეს არის აბსოლუტურად აბსურდი. კონკურენტული ბაზრის პირობებში ფასი ყალიბდება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის განცხადებებით, ან რომელიმე ვითომ ფინანსისტი და ეკონომისტის ასე ვთქვათ, არეული კალკულატორის მიერ, არამედ ყალიბდება მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე. აქამდე და ესე მოიტანა ცხოვრებამ, რომ სკოლაშიც გარკვეულწილად და სკოლის შემდეგ სულ ეკონომიკას ვსწავლობ და სულ ასე გვასწავლდნენ, არ ვიცი, ამ ორი კვირის განმავლობაში თუ შეიცვალა წიგნები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო, რომ კონკურენტის შემოსვლა ბაზარზე, ანუ დამატებით ერთ სფეროში, დამატებით ახალი კომპანიის გამოჩენა იწვევდა არა ფასების ზრდას, არამედ დასტაბილურებას ფასების, რიგ შემთხვევაში შემცირებას, ხარისხზე ჭიდილს, განვითარებაზე, ასე ვთქვათ, ორიენტირებას, ანუ შეუძლებელია ნორმალურ პირობებში, მაშინ სხვანაირი წიგნები დაწერილა ეკონომიკის და გამოგვჩა, მე გამომჩა ყოველ შემთხვევაში, რომ შემოდის კომპანია ბაზარზე და ჩვენ ვამბობთ, რომ ამით თურმე ფასები მხოლოდ გაიზრდება და წავა სადღაც ესე იქნება, დამოუკიდებლად რაღაცა ექნება რაღაც დამოუკიდებელ იმას შემოავლებს, ასე ვთქვათ, ღობეს და თავისთვის გაყიდის ჩუმად. ხო, არ ვიცი, მართლა არასერიოზულია. ან ეს მაგალითი როგორ უნდა ახსნა, მოგინდოდეს რომ ან სტუდენტებს აუხსნა, ვთქვათ, რანაირად უნდა აუხსნა, რომ თურმე არსებობს 5 კომპანია, შემოდის მე-6 და ფასები ზრდება. ლოგიკაში არ არის ეს. უბრალოდ ლოგიკაში არანაირ ლოგიკაში და არანაირ განზომილებაში არის. უფრო მეტიც ჩვენ გქონდა საშუალება, ბიზნეს ინსაიდერს გქონდა საშუალება ესაუბრა დეველოპერებთან ამ თემაზე,
ისინი ასახელებენ სწორედ კონკურენციის ნაწილს, მაგრამ იქვე იმას წამობენ, რომ ეს ყველაფერი მოიტანს დამატებითი კაპიტალიზმის მოზიდვის შესაძლებლობას. ამ ცნობილ კომპანიას იგლ-ჰილსზე ამ შემთხვევაში საუბარი მოყვება ძალიან ბევრი მყიდველი. ის ნიშნავს, რომ ბაზარზე ბევრად მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. და გაჩნდება დამატებითი კომპანიები, ხომ ასეთი კომპანიის გამოჩენა ბაზარზე, თავისთავად ბრენდის გამოჩენა ბაზარზე და ბატონი ალაბარის, რომელიც თავისთავად არის სოლიდური ბრენდი, ასე ვთქვათ, სოფლიო ბიზნესში თამამად შეიძლება ეს ითქვას და Google ხომ ღია წყაროა და შეგიძლიათ ნახოთ ეს ყველაფერი. თავისთავად სხვა მიზიდულობის ცენტრს გააჩენს ამ ქვეყანაში. მოკლედ, ძალიან მარტივია კონკურენციის და იწვევს არა ფასების და არამედ ფასების დასტაბილურებას სხვა თანაბარ პირობებში, რიგ შემთხვევაში შემცირებას, მინიმუმ ხარისხის ზრდას. მოკლედ, სიკეთის გარდა კონკურენციას მე ვფიქრობ, არასოდეს არაფერი არ მოაქვს. ჯანსაღი კონკურენცია უზრუნველყოფს მომხმარებლის მეტ კეთილდღეობას, მომხმარებლის მეტ დაცულობას. სწორედ მომხმარებლის უფლებების დაცვისა და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან მინდა გადავიდი, ასე ვთქვათ, კითხვითაც წარმოგიდგინოთ, მადლობა გადაუხადოთ დღეს მობრძანებისათვის. ხვალ უმნიშვნელოვანეს კონფერენცია, მაგრამ ვიდრე კონფერენციაზე გადავალთ, აი ამ მსჯელობაში რომ კონკურენცია კარგია და ბაზარზე ახალი მოთამაშე კარგია, იქნება ან შემისწოროთ, ან თქვენი აზრი გითხრათ მინიმუმ ამ საკითხზე. გიორგი, მოგესალმები, ჩვენს მაყურებელს მივესალმები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბოლო შეჯამებაში ძალსაღად გეთანხმებით, მაგრამ აი მთელი თქვენი მონოლოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ზუსტად და ძალიან მარტივად ახსენით ამ პროექტის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და მე უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ ამ ჯგუფის და ზოგადად ამ მოცულობის ინვესტიციის შემოსვლა ეს ნიშნავს არა მარტო კონკურენციის გაზრდას ქვეყნის შიგნით, არამედ ზოგადად ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას რეგიონში და იმ ქვეყნებთან, სადაც ჩვენ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ან ზოგადად ჩვენი პოზიციონირებით შეიძლება კონკურირებთ, რომ გქონდეს უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ შეიძლება მართლა ხაზე არ გაუსვათ იმ მავნებლურ ნარატივს, რაც ისმის ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ამის მაგალითი ვიწვიეთ უკვე, როდესაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გაჩერდა ენერგეტიკაში და ეს იყო სწორედ აი ესეთი აგორებული კამპანიების შედეგი და სამწუხაროა მართლაც, რომ ყოფილი ბიზნესმენები ახსენეთ თქვენ და ის ხალხი დგას ამის ზოგან, ვისაც ერთ შეხედვით თქოს უნდა ესმოდეთ, რომ რა მნიშვნელობა აქვს. ძალიან მარტივი ლოგიკა უნდა ეს. ძალიან მარტივად უნდა ესმოდეთ, რას ნიშნავს ამ მოცულობის ინვესტიცია და გვახსოვს ხო ის პერიოდებიც, როდესაც კვარტალურად ზოგჯერ ხო არის, რომ წინა წელთან შედარებით ინვესტიციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია და ამ დროს როგორი ჟივილხივილია, რომ აი შემცირდა უნდა მოვიდეს ინვესტიცია უფრო მეტი და უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და ეს უნდა ზრდის მთავარი გენერირების ფაქტორია და მართლაც ესეა და ეხლა გარანტირებული შემდგომ წლებში აი გარანტირებული საინვესტიციო პაკეტი დევს და ნუ ამასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ მართლაც აი როგორც თქვენ თქვით ძალიან მარტივად და გასაგებად არის რომ მეტი მსგავსი პროექტი მხოლოდ ზრდის ქვეყნის შიგნით კონკურენციის და ქვეყნის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის ძალიან საინტერესო სფეროა თავისთავად დეველოპმენტი და ვხედავთ საქართველოშიც რომ საკმაოდ არიან კომპანიები წარმოდგენლები და არ ვიცი ეს ფასით საიდან გამოყავთ ამ ფასი აქ ხო ბევრი მრავალფაქტორიანი ნაწილია თავის საბოლოო ჯამში. აქ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევხედოთ რა ხარისხის და რა დონის პროექტი შემოდის საქართველოში და ეს ნიშნავს რომ სრულად ახალი სტანდარტი წესდება ამ დეველოპერულ ბაზარზე და ის რომ ახლა უამრავი მოთამაშეა დეველოპერულ ბაზარზე როგორც თბილისში ასე თბილის გარეთ ეს ყველა კარგად ვიცით ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ბაზარი. დეველოპერები რასაც კომენტარებში უყურებთ ჩვენ ქონდა საშუალება 5 დეველოპერთან გვესაუბრა დანარჩენებთანაც გვექნება შემდგომი კომუნიკაცია და დეველოპერები საუბრობდნენ ზუსტად იმ სიკეთეებზე რომ რა თქმა უნდა ყველა ამბობს რომ კონკურენცია იქნება პირიქით ვერავინ ვერ პროგნოზირებს ფასებს, ხადია, მაგრამ ამბობდნენ რომ ამას მიზიდულობა იქნება დამატებით და შეიძლება ისეთი მომხმარებლები შემოვიდნენ რომ ამ პროექტით, ანუ იგლ-ჰილსმა მოიწვიოს საქართველოს მომხმარებლები, რომ შეიძლება იგლ-ჰილსი არ შეჩერდეს არჩევანის შემდგომ, როცა ბაზარზე დახვდება ამდენი აბსოლუტურად. აი მარტივი მაგალითი რო ვთქვა, აი სტუდენტებთან კომუნიკაციაზე ვსაუბრობ და 1000 მომხმარებელი თუ ყავს და 5 კომპანია ოპერირებს, ხო? მე-6 კომპანიის შემოსვლით თუ ეს 1000 ხდება 2000 მომხმარებელი, საბოლოო ჯამში ხო ყველასთვის და სექტორისთვის და ინდუსტრიისთვის ხეირია. ამიტომ აი მსგავსი ტიპის საინვესტიციო პროექტთან გვაქვს ჩვენ საქმე და მე მგონი ამაზე რაღაც მეტი უნდა ვისაუბროთ ალბათ ყველა. ალბათ როგორც ჩანს, თუმცა მნიშვნელოვანია რომ აი დიდი მადლობა რომ ამ საუბარში ასე ვთქვათ ყველა
ჩვენ ყველა ჩართულია ვინც ასე ვთქვათ, ვისაც ეს სფერო ესმის, იმიტომ რომ სამწუხაროდ მიდის ხოლმე საუბარი არაეკონომიკური ფაქტორებიც. იქ უკვე კი, ემოციური ფაქტორები ჭარბობს და ეს ძალიან ცუდია, რომ აი ძალიან სასიშ ნარატივამდე მივდივართ საბოლოო ჯამში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გქონია ამის ნეგატიური შედეგები ჩვენი ქვეყნის ბოლო წლის ბეს რეალობაში და რაც არ უნდა დაუშვათ და პირიქით. ყველამ ხარდაჭერა უნდა გაუკეთოთ მსგავსი მოცულობის ინვესტიციო პროექტებს. კი ბატონო ირაკლი, ეხლა უნდა გადავიდეთ უმნიშვნელოვანეს თემაზე. მეოთხედ მასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას სწორედ კონკურენციის მოხმარების დაცვის შესახებ. კოლეგა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად მაქვს პატივი და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის, რომ მეოთხედ მიწევს ასე ვთქვათ მოდერირება ამ თემის და ხვალაც თქვენთან ერთად თორე ძალიან მიხარია ეს ნაწილი. ყოველთვის მე უბრალოდ ჩემი შეხედულება მინდა ვთქვა ამ კონფერენციაზე, ყოველთვის განსაკუთრებით მაღალი რანგით გამოირჩევა, ყოველ წელს იმატებს და იმატებს ასე ვთქვათ დელეგატების რაოდენობა, დამსწრეების რაოდენობა ამ ნაწილში და მაინც ყოველ წელს რჩება ხოლმე ადამიანები, რომლებიც ჩემგან მკითხულობენ, რომ რატო ვერ მოხვდნენ ამ ღონისძიებაზე, იმიტომ რომ მართლაც დაინტერესება ძალიან მაღალია ხოლმე და გამოხმარება ყოველ წელს და რაც თავარია მე მახსოვს მათ შორის გასული წლის, წინათლების და გასული წლის კიდე ყველაზე უკეთ მახსოვს, რომ აი ბევრი ევროპული ქვეყნები, იგივე პოლონეთი იყო კარგად დამომახსოვრდა ასე შემდეგ, რომლებიც პირიქით საქართველოს შემთხვევაში საუბრობენ როგორც საუკეთესო кейსზე იგივე კონკურენციის ნაწილში. მართლაც ბევრი ევროპული ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს მაგალითად მოყავს ხოლმე ამ ნაწილს. რას ველოდებით ასე ვთქვათ, ხვალინდელი კონფერენციისგან, რომელიც რამოდენიმე დღეს გასტანს, ხვალ უბრალოდ იწყება. ბუნებრივია, რას ველოდებით, ვინ მონაწილეობენ და ასე ვთქვათ, როგორია მზადების ბოლო შტრიხები. კი, ხვალ იხსნება საერთაშორისო კონფერენცია, უკვე მეოთხედ კონკურენციისა და მოხმარებელთა უფლებების შესახებ 5 მარეგულირებელი უწყება ვართ ამ კონფერენციის ორგანიზატორები, ვინც საქართველოში კონკურენციის და მოხმარებლის დაცვის პოლიტიკის აღსრულებაზე არიან პასუხისმგებლები და ძალიან კარგია, რომ განსაკუთრებით კონკურენციის ნაწილში კანონმდებლობა უნიფიცირებულია და ერთიანი მიდგომებით ხდება 2020 წლიდან აღსრულების პროცესი ამ მიმართულებით და ჩვენ ამ ნაწილში ვერთიანდებით და ყოველწლიურად ვაჯამებთ განვლილი წელს აღსრულების კუთხით მიღწეულ შედეგებს და იმ გამოწვევებს და მომავალ ნაბიჯებს, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ აღსრულება იყოს უფრო ეფექტური. ეს ეხება როგორც კონკურენციას, ასევე მოხმარებლის უფლებების დაცვას. ხვალაც ამ კუთხით გამხსნელი პანელი, ასე რომ ვთქვათ, იქნება სწორედ შეჯამება ამ სფეროში და კონკურენციასა და მოხმარებლის კუთხით მიღწეულ შედეგებზე და ჩვენ თითოეული უწყება ვისაუბრებთ ჩვენს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. ჯამში ჩვენ გვაქვს 10 პანელი 2 დღის განმავლობაში. 10 პანელი 2 დღე, რომელიც ეხება თანამედროვე ტენდენციებს მოხმარებელთა უფლებებზე და კონკურენციაზე, მათ შორის მერჯერებზე, რაც ძალიან აქტუალურია ბოლო პერიოდში საქართველოში, ეხება მონიტორინგებს და ბაზრების შეფასების ტექნიკებს, ეხება ასევე ჯანდაცვაში კონკურენციის საკითხებს, სადაც 14 ნოემბერს თავად ministri მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ კონკურენციის თემას მნიშვნელოვანია. კი, ეს ძალიან აქტუალურია ჩვენთან, არა მარტო ჩვენთან, ძალიან ბევრ ქვეყანაში და ამ კონფერენციის ერთ-ერთი ნაწილი ხდება, სადაც ამ კუთხით იქნება წარმოებული საუბარი, ასევე მომხმარებელთა უფლებების კუთხით აქტუალურ საკითხებზე. იქნება ერთი სპეციალური კვლევის პრეზენტაცია ჩვენი უწყების მიერ, რადგან დემპინგური კანონმდებლობა ჩვენი აღსრულების ნაწილია. გავაკეთებთ კვლევის პრეზენტაცია, სადაც 10 ინდუსტრია იქნება წარმოდგენილი, სადაც მეტნაკლებად მოწყვეტია ეს დემპინგური პროცესები და სად არის რისკები და სად არ არის მოკლედ ეს რისკები. ამ კუთხით გვექნება პრეზენტირება. კოლეგა უწყებებიც ამ შემთხვევაში აქტიურად არიან ჩართულები. კი, პრაქტიკულად ყველა პანელზე ის მიმართულებები და დეპარტამენტები, ვინც კონკურენციის და მოხმარებელთა უფლებების ხაზით მუშაობენ, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, დაზღვევების დამხმარებლობის სამსახურიდან, ენერგეტიკის და წყლის მარეგულირებელი კომისიიდან და კომუნიკაციების კომისიიდან ჩართულები არიან პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ განსაკუთრებით აი კონკურენციის მიმართულებით ყველა მარეგულირებელ უწყებას კონკრეტული გადაწყვეტილებები და кейსები ჰქონდათ, რამაც საბოლოო ჯამში ეს მუშაობს. საქართველოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაქვთ ასე ვთქვათ. გაჯანსაღებას. კი, ეს ძალიან კოორდინირებული და მჭიდრო თანამშრომლობაა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კოლეგებს ძალიან აფასებენ და უკვირთეს ჩვენი ძალიან ესეთი კოორდინაცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მსგავს ტიპის კოორდინაცია არ არის. თქვენ ახსენეთ გეოგრაფია ჩვენი კონფერენციისას 18 ქვეყანა მონაწილეობს ამ ეტაპზე ამ დროისათვის, მათ შორის არიან წამყვანი ევროპული
ქვეყნები, როგორც არის იტალია, ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ეს ქვეყნები არიან წარმოდგენილები და მათ შორის კანდიდატ ქვეყნებიდან გვყავს საკმაოდ წარმომადგენლობა. ესენი არიან ალბანეთი, მონტენეგრო, ბოსნია, ჩვენი მეზობლები, იგივე ქვეყნები სამხრეთი აზერბაიჯანი და ესე შემდეგ. რუმინეთი, უნგრეთი, ასევე ამაში არის და წელს ასევე საინტერესოა ის, რომ განსაკუთრებით გააქტიურობს აზიის ქვეყნები და არა მარტო აზია, ყავს წარმომადგენლები ავსტრალიიდან, ყატარიდან, სინგაპურიდან, სამხრეთ კორეიდან და ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესოა ეს გეოგრაფია, რომელიც წელს საქართველოში მოიყრის თავს ჯამში 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი იქნება და რაც ყველაზე მთავარია, ორგანიზაციები, საიდანაც მაღალი დონის სპეციალისტები ყავს და ხელმძღვანელი პირები ყავს, ეს არის გაეროს ანქტადის მიმართულება, რომელიც კონკურენციასთან ყოველთვის ჩართულია ხოლმე. კი, ყოველთვის პრაქტიკულად მეოთხედ მონაწილეობს უკვე და გახსნით ნაწილშიც იქნებიან წარმოდგენილები, ეს არის OECD-ის მომხმარებელთა უფლებების და კონკურენციის მიმართულების ხელმძღვანელები და ასევე Consumer International, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაერთიანება მთელ მსოფლიოში და თქვენც იქნებით ხვალ ამ კონფერენციის მონაწილე და ვფიქრობ, რომ აი უკვე 350-ზე მეტი დელეგატია რეგისტრირებული, რაც მაღალ ინტერესზე მიუთითებს თვითონ საქართველოს შეგნით და მათ შორის აი ბიზნესის საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა გვყავს, რადგანაც ეგ საკითხები ბიზნესს ეხება და რა თქმა უნდა მომხმარებელს თავის მხრივ. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ აი თქვენი ეს კონფერენცია გარდა იმისა, რაც აღნიშნეთ, გამორჩევა იმით, რომ ბიზნესი არის აქტიურად ჩართული და ის სწორედ აი ბიზნესის და მარეგულირებლების დიალოგი კიდევ ერთ რამედ ღირს, ასე ვთქვათ, ვინაიდან თქვენ მუდმივად ადასტურებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, მუდმივ მოკლებების პროცესში ხართ, რომ ბიზნესის შემთხვევაში თქვენი ნაწილი არის უფრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული და არა იმაზე, რომ მაინც დამოწმებით აისაჯოს და რაღაც გადაპირიქით, ეს არის კანონმდებლობის საუკეთესო გააზრებაზე. ბატონ გიორგი, რომ მაქსიმალურად ყველა პროცესში ინფორმირება და გაცვლა ინფორმაციის იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. თქვენ ახსენეთ აი მომხმარებლის უფლებების დაცვის ნაწილი, რამდენჯერმე ვახსენეთ კონფერენციის სახელწოდებაც, რა თქმა უნდა, გამოტანილია და აქთვის სტატისტიკაც გამოქვეყნდა ამასთან დაკავშირებით, რაც ვნახეთ, 57%-ით არის გაზრდილი განაცხადების რაოდენობა. როგორ უყურებთ მომხმარებლის აქტივობას? მუდმივად ვსვავთ ხოლმე ამ კითხვას, იმიტომ რომ გვაინტერესებს ხალხი. ნიშნავს, რომ უფრო მეტი მომხმარებელია ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ. ეს ზრდა პირველ რიგში ამით აიხსნება და სიმარტივე ჩვენ უწყებასთან კომუნიკაციის, იმიტომ რომ ელექტრონულადაც, ფიზიკურადაც მაქსიმალურად ყველა ცხელი ხაზითაც შესაძლებლობაა, რომ ძალიან სწრაფად რეაგირება მოახდინოს მომხმარებელმა. გარდა ამისა, ვაჭრობის სექტორი მზარდია და ამ მზარდი ვაჭრობის სექტორის ფონზე ბუნებრივი кейსების რაოდენობაც არის შესაბამისი, განსაკუთრებით ონლაინ ვაჭრობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ 70%-მდე ონლაინ ვაჭრობას უჭირავს და ეს სექტორი იზრდება მუდმივად, ამიტომ ძირითადად მაინც აქ მოდის თავარი საკითხები, რაც ჩვენს მიერ არის განხილული და უნდა ვთქვა, რომ 90% არის გადაწყვეტილება მომხმარებლის სასარგებლოდ და არის ბევრი შემთხვევა, როდესაც საქმის შესწავლის პროცესში ჩერდებით, რადგანაც კომპანიები გამოთქვამს სურვილს, რომ აღადგინონ მომხმარებლის უფლება და გაასწორონ სავაჭრო პოლიტიკა. წელს გაზრდილია გადაარღვევების რიცხვი, ჯარიმა დაახლოებით 100,000 ლარზე მეტი გვაქვს დარიცხული ამ წელს, თუმცა ეს ძირითადად არიან მცირე სეგმენტი, მცირე კომპანიების სეგმენტები, რომლებიც ძირითადად სოციალურ ქსელებში და ინტერნეტში არიან წარმოდგენილები. მსხვილ კომპანიებთან დაკავშირებით, აი მათ პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მეტია და ძალიან კარგად იციან და იაზრებენ, რომ მაყოფილი მომხმარებელი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კარგია, რომ მორიგებებით სრულდება ხოლმე, ბუნებრივია ეს ნაწილიც მნიშვნელოვანია. რამოდენიმე საინტერესო დეტალი ვნახეთ, ასე ვთქვათ, ბოლო დროინდელი აქტივობიდან გამომდინარე, მათ შორის ერთ-ერთი იყო სამეზობლო ხარჯების მართვის ელექტრონული სისტემის სფეროში მოკვლევის დაწყება. რა გახდა, ასე ვთქვათ, მიზეზი ამ ნაწილში მოკვლევის დაწყების? ეს საკმაოდ ვიწრო ბაზარია, მაგრამ საინტერესო кейსია. საინტერესო кейსია თავის. იმიტომ რომ აი ბინათ მესაკუთრეთა ამ ხანაგობობის. და ბევრს გონია, რომ თქვენ მხოლოდ აი ხართ ისეთ თემებში, რომელიც შეეხება საწვავ, ეს ძალიან საწვავი, ფარმაცია, მაგრამ ამასობაში არის რიგი თემები, რომელიც საკმაოდ ვიწრო თემები, რომელიც შეგვიძლია რომ მშვიდად ვიყოთ კონკურენციის ნაწილში აქ. კი, ეგ არის კონკრეტული მომართვის საფუძველზეა, თემა ეხება არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. ორი კონკურენტი კომპანია, რომელიც ელექტრონულ სერვისებს თავაზობს, კონკრეტულ არეალში ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებს
გასარკვევი საკითხი არის, რომ ერთი კომპანია მეორეს ბრალსდებს, რომ მათ რეპუტაციულად მის შესახებ არასასურველ ინფორმაციას ავრცელებენ და ჩვენ მოკვლევა დავიწყეთ, იმიტომ რომ თუ მსგავს ფაქტი გამოვლინდება, რომ აკვეთილი იქნას მსგავსი ტიპის შემთხვევა და ვნახოთ ეს უბრალოდ დაწყების შესახებ განვაცხადეთ, პროცესი მიმდინარეობს. ეგ მანდატი არ გაქვთ, თორემ პოლიტიკური პარტიები რო კომპანიებს დებენ ხოლმე ბრალს რეპუტაციურად. ცოტა ფართო სფეროა და ცოტა ფართო სფეროა. თლაც აგენტოს მანდატი ეს კონკურენციის კანონმდებლობის მანდატი. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, პირველად გამოიყენეთ პირობითი ვალდებულების მექანიზმი. რას გულისხმობს და ეს განმაპირობებელი ფაქტორი რა იყო? ეს ძალიან საინტერესო ნაწილია კონკურენციის კანონმდებლობის, როდესაც მოდის კონკრეტული საჩივარი და ამ საჩივრის შესახებ ეცნობება პოტენციურად დამრუღებ კომპანიას, კომპანია იაზრებს გარკვეულ რისკებს და ამბობს, რომ შესწავლის დაწყებამდე მოდი გავაფორმოთ შეთანხმება, რაც გვაქვს პრინციპში მომხმარებელთა უფლებების კონტექსტში ძალიან ხშირი შემთხვევა და ჩვენ გავასწორებთ ამ კონკრეტულ პრობლემას და საკითხს. ეს ეხებოდა ერთ-ერთ კვების პროდუქტს და ასევე შეფუთვაზე მსგავსებას, ომჩივანი კომპანია ამბობდა, რომ კონკურენტს აქვს მსგავსი ტიპის პროდუქტი, მსგავსი ტიპის შეფუთვით, რომელიც გამოჩნდა Excel-ში და ასეთი ტიპის ქმედება მას აყენებს გარკვეულ ზიანს და როდესაც ჩვენ განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და ფიქრობდით მოკვლევის დაწყების შესახებ, այն კომპანიამ, რომლის წინააღმდეგაც იყო მომჩივანი კონკრეტული კომპანია, გამოთქვა სურვილი, რომ ის ამოიღებდა მთლიანად Excel-დან განთავსებულ პროდუქციას და შეცვლიდა იმ ფორმას და დიზაინს, რომელიც შეიძლება შეცდომაში შეიყვანა საბოლოო ჯამში მომხმარებელი. ეს ხო შეთანხმება, რომელიც კონკურენციის, ესეც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის კონტექსტია, თუმცა დასრულდა ესე რომ ვთქვათ, გარკვეული შეთანხმებით და შესწავლის დაწყება არ გახდა საჭირო ამასთან დაკავშირებით. შედეგი მიიღო მომჩივანმა კომპანიამ ამ კუთხით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. საინტერესო რომ ეს მექანიზმი იყო ჩართული, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში. კი, ეს სხვა პირველი პრაქტიკა იყო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წლებია უკვე ეს შესაძლებლობა არის კონკურენციის კანონმდებლობაში. კი ბატონო, აი ახლა რომ ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, რომელი ესეთი ძირითადი სფეროები, სადაც მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, მოკვლევები ასევე. ძირითადად ახლა ჩვენ ამ დროისთვის ბაზრების შეფასების თემა გვაქვს ძალიან აქტუალური. ამაზე გვისაუბრია ჩვენც, ეს არის სამედიცინო სერვისების ბაზარი, რაც ძალიან აქტუალურია ჩვენი მოქალაქეებისთვის, სამოსახლეობისთვის. არის პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზარი, რაც განსაკუთრებით სეზონურად და მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, რომლებიც ამ პროდუქტს მოიხმარენ. ასევე გვაქვს, რა თქმა უნდა, ტრადიციული საწვავის ბაზარი, რომელსაც ყოველ კვარტალურ რეჟიმში ვაკვირდებით, ასევე რიტეილის და FMCG-ის ბაზარი, სადაც პერიოდულად არის დისკუსიები მხარეებს შორის ძალთა ბალანსის შესახებ და ჩვენ ბაზარს მუდმივად ვაკვირდებით ამ მიმართულებით და ასევე აგროპროდუქტების ბაზარი, რომელიც წელს ჩვენ დავასრულეთ, მაგრამ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რეკომენდაციით განახლდა, რადგანაც თხილის და მოცვის ექსპორტის ბაზარი საკმაოდ მზარდია, დინამიურია და ამ კუთხით განგრძობითი დაკვირვება ჰქონდეს ამ ბაზრებზე. ასევე აქტუალურია ძალიან კომპანიების გაერთიანების sakითხი, ეგრეთ წოდებული კონცენტრაციები. ამას შეიძლება ეს მოიცავს ძალიან ბევრ ბაზარს. წელს ყველაზე დიდი წილით წარმოდგენილი იყო სამშენებლო და სამშენებლო მასალების და მშენებლობასთან დაკავშირებული კომპანიების გაერთიანება, პირველი 18 კონცენტრაციიდან დაახლოებით უდიდესი წილი მათზე მოდიოდა. იყო აქტუალური რიტეილის ბაზარზე გაერთიანებები და ასევე იგივე განათლება და სამედიცინო სერვისების სფეროში არსებული გაერთიანებები. ახლა მიმდინარეობს დაახლოებით 2 საკითხის შესწავლა. ერთ-ერთი მათ შორის ეხება სამედიცინო ბაზარზე დაგეგმილ გაერთიანებას. აი სწორედ სამედიცინო სფერო მინდა გითხოთ, აი რამ გამოახებ თქვენ ახსენეთ ასევე რომ კონფერენციის მეორე დღეს, ანუ ხვალარადაზე ჩვენი დროით რო ვთქვა, აქედან რო ვთქვა, ჯორჯ ჯანდაცვის მინისტრიც იქნება პანელზე წარმოდგენილი. სამედიცინო სფეროში და სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი რა არის ვთქვათ ამ შემთხვევაში? ანუ რა დაინახეთ, რამაც გიბიძგათ, რომ აი ამ ბაზარზე მოგეხდინათ გარკვეული ტიპის ყურადღების გადატანა? კი, ისტორია იცით თქვენ, რამდენიმე ესეთი მონიტორინგი ქონდა ფარმაციის ბაზარზე, რამდენიმე გადაწყვეტილება ქონდა სხვადასხვა კონკრეტულ кейსებზე და მიმდინარე წელს ამის
მონიტორინგის დაწყების საფუძველი იყო ფასები, რომლებიც აი ბოლო ერთ წელიწადში გარკვეულწილად რიგ სამედიცინო სერვისებზე თუ მომსახურებებზე, მათ შორის აი კონსულტაციებზე იყო გაზრდილი. ეს ერთი და ასევე ბოლო პერიოდში იყო ხშირი მომართვები სხვადასხვა მოქალაქეებისგან, რომ აი ამ კუთხით იყო ფასების ზრდა და ჩვენ დავინტერესდით იმ პოზიტიური რეფორმების ფონზე, რომელიც ბოლო წლებში გაატარა საქართველოს მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და მას ეფექტი აქვს, მათ შორის აი რეფერენტული ფასების რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ფასები მედიკამენტებზე, გარკვეულწილად ხო არ ხდება ფასების დინამიკა იქ, სადაც არ არის გარკვეული ბარიერი ან გარკვეული რეგულირებული ფასები და ეს არის სწორედ ამ დაწყების საფუძველი. ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაციაში ვართ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე ყველა კლინიკასთან, დაახლოებით 150 კლინიკასთან და მათ შორის ასოციაციასთან, რომლებიც კლინიკებს აერთიანებს და მუშაობთ ძალიან აქტიურ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლაზე. ამ ეტაპზე ეს პროცესია, რამაც ჩვენ საბოლოო ჯამში უნდა მოგცეს შემდგომ მიღებული მონაცემების საფუძველზე ანალიზის საშუალება, რომ აი დავინახოთ პროცესის რიცხვი, დავინახოთ ფასები, დავინახოთ აი ეს დინამიკა რასთან არის დაკავშირებული, ობიექტურია თუ არის გარკვეული. ალბათ მაგის შემდგომ იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები. პირველად დასკვნები იქნება მხოლოდ ამ მონაცემთა დამუშავების შემდეგ. პროცესი მიმდინარეობს. სხვაჩურს, როდესაც სამედიცინო სფეროზე საუბრობთ, აუცილებლად მინდა შევეხო და ბევრს ალბათ ახსენდება ასევე მედიკამენტების ბაზართან დაკავშირებული საკითხი, რომელიც მუდმივად პრობლემურად ითვლებოდა, ასე ვთქვათ და აქ მე ვფიქრობ, რომ თქვენი ჩარევის შემდგომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დაინიცირდა და ახლა თითქოს მედიკამენტების ბაზართან დაკავშირებით ვითარება მეტნაკლებად სტაბილური ყოველ შემთხვევაში გარედან დაკვირვებით, არ ვიცი, შიგნიდან თქვენი აზრი მაინტერესებს, გარედან დაკვირვებით თითქოს ნაკლებია პრეტენზიებიც ამ ფასის მიერ გარკვეული ტიპის დისკრიმინაციულ საკითხზე, რომელიც მანამდე არსებობდა. დისკრიმინაციულ არა, უფრო ესეთ მაღალ ფასის ნაწილი. კი, სადაც არსებობს რეფერენტული ფასი, ეგ საკითხი პრაქტიკულად განეიტრალებულია, მოხსნილია, იმიტომ რომ დაახლოებით 12000 რეგისტრირებული მედიკამენტიდან 7000-ზე მეტზე რეფერენტული ფასია და ეს ნიშნავს ფასის ჭერის გაკეთებას, რომ ამ ფასის ზემოთ ამ მედიკამენტების რეალიზაცია არ ხდება. ეს რა თქმა უნდა პოზიტიური ფაქტორია და თავის დროზე ამან ინფლაციის მაჩვენებელშიც საკმაოდ პოზიტიური როლი ითამაშა, იმიტომ რომ სამედიცინო მედიკამენტებზე ფასების შემცირება მოყვა და მათ შორის რიგ სამედიცინო სერვისებზე, სადაც სახელმწიფომ დაარეგულირა ეგ DRG სისტემის მეშვეობით აღნიშნული მიმართულებები. თუმცა აქ ალბათ გაგრძობითი დაკვირვება მომავალში იქნება და იქნება ალბათ იმაზე, ხო არ არის შემთხვევები, როდესაც რეცეპტის გამოწერის დროს, მაგალითად თუ იწერებოდა 5 მედიკამენტი კონკრეტულ ფასად, ხო არ იქნება იწერება ხა იგივე დანიშნულებაზე და უშუალოდ 7 მედიკამენტი და ცოტა უფრო, ანუ ის ჩეკი, რომელსაც პაციენტი იხდიდა, რომელიც ამ რეფორმის შედეგად გაიაფთა რეალურად გაზრდილი მედიკამენტების ჩაწერის ფონზე ამ რეცეპტში ხო არ არის ისევ იგივე, რაც იყო დაუშვათ ადრე. აი ამბლად ამ მიმართულებით ჩვენ დაკვირვებას განვახორციელებთ, რომ თავარი რა არის, რომ მოქალაქემ რომელმაც მიიღო ეფექტი, ეს პოზიტიური ეფექტი უნდა იყოს განგრძობით რეჟიმში და არ უნდა გადაიფაროს რაღაცა რიგი ესეთი არეთიკური ნაწილით. თქვენი მხრიდან მუდმივი მონიტორინგი არ ნიშნავს ხოლმე რომ რაღაც ერთი кейსი ჩახურეთ და ვთქვათ იმ სფეროზე. აი ამ სამედიცინო ბაზრის სერვისების ნაწილი ალბათ იქნება ერთგვარი საფუძველი იმისა, რომ ამ ნაწილსაც დავაკვირდეთ ჩვენ. კი ბატონო, აი როდესაც თქვენი საქმიანობა და მათ შორის ეს ფარმაციის ბაზარზე ეს მოხერხდა, როდესაც თქვენ საქმიანობაში მუდმივი დაკვირვების ქვეშ გაქვთ, ასე ვთქვათ, გარკვეული ტიპის სფერო. აი ამის შემდგომ, აი ახლაც და ახლანდელი დაკვირვებთან შემდგომ ხდება თუ არა გარკვეული ტიპის გარკვეული ნაწილი საკითხების გადათარგმნა საკანონმდებლო ინიციატივებში, ასე ვთქვათ, და პარლამენტთან ამ კუთხით მუშაობა როგორია, ვთქვათ, რომ აი რაღაცას უკვე მიეცეს კანონის ძალა, დარეგულირდეს, ვთქვათ, უკვე კანონით, რომ აი ნაკლები იყოს ის პოტენციური ხვრელები, რომელმაც შეიძლება რომ მომავალში გამოიწვიოს რაღაც ტურბულენცია. კი, ეს ამშრომლოვანი ნაწილია, იმიტომ რომ თუ არ არის მჭიდრო კოორდინაცია მთავრობასთან და სამთავრობო რგოლთან და ასევე პარლამენტთან, შედეგის მიღწევა პრაქტიკულად მხოლოდ ჩვენი რესურსით არის შეუძლებელი. ამის კარგი მაგალითია ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი, როდესაც გაცემული რეკომენდაციები სწორედ გადავიდა. ძალიან წარმატებული მაგალითია ამ შემთხვევაში. რომ გადავიდა კონკრეტულ საკანონმდებლო ნორმებში და გარკვეულ რეგულაციებში და ეს იყო სწორედ
თავარი მიზეზი, რის გამოც ეფექტები დადგა ბაზარზე მოქალაქეებისთვის პოზიტიური. გვაქვს რამდენიმე ესეთი, იგივე მაგალითად საბანკო დაზღვევის მიმართულებით, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის ჩვენ კოლეგა არეგულირებელ უწყებებთან და პარლამენტთანაც მუდმივად ვცვლით ინფორმაციას სხვადასხვა ბაზრების შესახებ. მათ შორის ერთ-ერთი აქტუალური ბაზარია რიტეილის ბაზარი, სადაც ალბათ სწორი ფორმის მოძებნა თუ რამეა საჭირო ამ ბაზარზე, ჯერ ჩვენ არ ვიცით, რომ სწორედ პარლამენტთან ერთად აი მჭიდრო კოორდინაციით იქნას დანახული და მე გამომდინარე პრობლემიდან საჭიროების შემთხვევაში რა უშუალოდ შესაბამისი ნაბიჯები, მაგრამ ეს კოორდინაცია არის, სამუშაო პროცესი არის, თუმცა დასკვნები ალბათ არსებობის შემთხვევაში უკვე გასაჯაროვდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება პირველ რიგში ინდუსტრიისთვის, რა თქმა უნდა. კი ბატონო, და ინდუსტრიასთან მუდმივი დიალოგი არის ხოლმე ჩვენ. კი, ეს ჩვენ სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ ზოგჯერ არის მუდმივად ბაზრის მონიტორინგი თუ მოკვლევა, თუ მომხმარებლების ნაწილი, ეს არ კეთდება კონკრეტულ ბიზნესებთან კომუნიკაციის გარეშე. ჩვენ ყოველთვის ვისმენთ და ვიღებთ მათთან ინფორმაციას, განმარტებას და პოზიციებს. ნებრივია და ეს ყოველთვის საგრძნობია. ხო, ეს არის შესაძლოა ყველაფერს ვიზიარებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ყველაფერს თუ გაიზიარებთ. არ გამოვა ეს ნაწილი. და ბოლოს თქვენ ამოგვეწროთ რომ მაგრამ მაინც მინდა უცებად ვიკითხო, გარდა იმისა რომ უნიშნულოვანი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობთ, ასევე ვხედავთ საკმაოდ აქტიურ საერთაშორისო თანამშრომლობას. რა ნაწილში მინდა ასე ვთქვათ, კითხვა დავსვა, რომ რამდენად აი ის ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ აქ ქართულ ბაზარზე თანხვედრაშია იგივე ევროპის ან საერთაშორისო წამყვან პრაქტიკასთან, აი რამდენად ხშირად იზიარებთ ან უზიარებთ თქვენს პარტნიორ უწყებებს საზღვარგარეთ, ასე ვთქვათ, გამოცდილებას ურთიერთგაცნობას. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გაერთიანებები. ნახეთ სხვადასხვა საინტერესო პრიზები, ასე ვთქვათ, სოფლიო ბანკის პრობლემის თქვენ. მნიშვნელოვანია და სხვა შორის აი ფარმაციის кейსი ძალიან ბევრ ქვეყანასთან ჩვენ გაზიარებული გვაქვს. მათ შორის ბოლო кейსი წელს რაც ჰქონდა ეს ავტოპარკინგების კუთხით მიღებული გადაწყვეტილება, ესეც გაზიარებული იქნა რამდენიმე უწყების მიმართულებით. როდესაც ჩვენ ვუყურებთ აი ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებასაც ვიღებთ მათ შორის, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობთ ევროპული საუკეთესო პრაქტიკები, იმიტომ რომ ევროპული კანონმდებლობაა საქართველოს ბაზისი ქართული კანონმდებლობის და იქაური საუკეთესო პრაქტიკა ვადარებთ ესე რომ ვთქვათ აღმიღებულ გადაწყვეტილებას. ამერიკული მოდელი უფრო ძალისმიერ და ძალოვან მიმართულებაზე ორიენტირებული, ეს უფრო ესე რომ ვთქვათ პრევენციაზე და აღკვეთაზე, რაც ჩვენთვის ძალღირებულია. კონკურენციის ნაწილში ბოლო 3 წელიწადში 61%-დან 75%-მდეა გაზრდილი თანხwebdriver ევროპულ საუკეთესო კანონმდებლობასთან, თუმცა ის 25-იც ვიცით, 2030 წლამდე რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ნაწილიც იქნას შევსებული და მომხმარებლებში არის 70-დან 85-მდე ეს ნაწილი ჰარმონიზირებული ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან. მართალია ბოლო ანგარიშში დავარქვათ ამას ეს ევროპული ბიუროკრატია თუ მკვლევარები ყველაფერი ასახეს აბსოლუტურად წარმატება აღსრულებაში, წარმატება აღსრულებაში, წარმატება შედეგებში, წარმატება კანონმდებლობაში და ინფორმირების სტანდარტში და ამას მოწმობს რაც თქვენ ახსენეთ ეს პრიზები, თუმცა სამწუხაროა რომ აი ზოგიერთ ჩვენს კოლეგა ქვეყანასთან მე მაინც ასე მოვხსენიებ, ვიქნებ კორექტული მიმართებაში, როდესაც მას ერთ-ერთ ქვეყანას მაგალითად ქულა მოუმატეს, რომ თურმე ცხელი ხაზი გახსნა და ზარები შემოდის. როცა ცხელი ხაზი კი არა და ცხელი ხაზის მერე მიუყვებით ბოლომდე ნებისმიერ საკითხს, თუ ჩვენთან ის არის და აი მართლა ყველაფერი ასახულია რეპორტი რო ნახოთ ბოლო გაფართოების ანგარიში. აი კონკურენციის თავში, მომხმარებელთა უფლებების თავში ასახულია ეს წარმატებები, მომხმარებლებში არასრულად, მაგრამ აი დასკვნა მაინც ის არის რაც არის და ეს სამწუხაროა და არასამართლიანია პირველ რიგში, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტ აქტიურობას, რომ დავანახოთ ყველას, რომ შედეგიანია ეს ჩვენი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში და მადლობა თქვენ ამ განწყობისთვის, ბუნებრივია და მე ვფიქრობ, რომ აქ საქართველოს ძალიან ნათელი მიზანი აქვს ის კოლეგა ქვეყნები თქვენ არა და მე დავასახელებ უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც რაღაცა აი არ ვიცი, მეგობრებო, აი მართლაც აი ნებისმიერი კრიტერიუმი ავიღოთ და ვისაუბროთ იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით და არ ვიცი მოვყვეთ, დავიწყოთ კორუფცია და გამჭვირვალეობით და წამოვიდეთ ნებისმიერ დონეზე. დღეს სამწუხაროდ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ მოლდოვა და უკრაინა სულ რამდენიმე წუთის წინ, რამდენიმე საათი, 2 საათის წინ ალბათ, რომ თურმე მოლდოვა და უკრაინა ბევრად წინ არიან. კი, აი ასეთ უცხელი ხაზის გახსნაში 1+ დაუწერ დამატებით
ასე კი გაგვასწრებენ მე ყურბილის აღებაში, მე სამიზარის პასუხში. ეს შეიძლება უამრავი რამის მოფიქრებო, თავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, სამწუხაროა პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო ვიჩაგრებით, დავიჩაგრეთ თავის დროზე, როცა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს და მე დაგვიანებით მოგვანიჭეს და ასე ეს გრძელდება. მაგრამ როგორც პრემიერმა ნათლად აღნიშნა და რაც თქვენს განწყობაში სულად ჩანს და თქვენს ამ ნაწილს ადასტურებთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ყველაზე უფრო მეტად, ვიდრე ეს პატივცემული კოლება ქვეყნები, მათაც წარმატებას უსურვებ და ძალიან კარგია, აქვე ვადასტურებ, რომ კონკურენცია კარგია, ნეტა მართლა გაატარონ რეფორმები, რომ ჩვენც ის გქონდეს, რომ მართლა ხო არ ვაჯობებენ. ნეტა მანდამდე მივიდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის ჩვენს მიერ პოზიტიურად განხორციელებული რეფორმებიდან გამომდინარე და იმ კორუფციის მასშტაბებიდან, რომელიც ერთ-ერთ ქვეყანაში განსაკუთრებული ამ შემთხვევაში ავის ორიდან ერთ-ერთი იყოს მაგაზე აღარ დავკონკრეტდებით. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი დღევანდელი სტუმრობისთვის და განსაკუთრებით რომ აი კონფერენციის ამ დღეს მოიცალეთ ასე ვთქვათ ჩვენთან. შევხვდებით კი აუცილებლად ვიცი რომ ახლაც მზადების სამუშაოები უნდა დაათვალიეროთ კიდევ ერთხელ წარმატებები. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ჩვენ ტრადიციულად დავბრუნდებით შემდეგ 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. მადლობთ რომ გიყურებდით და გვისმენთ.